ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩის საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს, ის მთავარი პროკურატურის ეზოში შეიჭრა, რადგან უწყების პასუხი, რომ პროკურორების სამშაბათს მიიღებენ, მისთვის მიუღებელია. ის დღესვე ითხოვს აუდიენციას. სანდრო გამსახურდია ადგილზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. სანდრო, რა ხდება, რა ვითარება ამ დროისთვის? გენერალურ პროკურატურასთან ამ წუთებში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან სამართალდამცველები მობილიზებული. ცოტა ხნის წინ აქ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზაზა სარალიძე და სამართალდამცველები. ახლა სარალიძე უკვე არის პროკურატურის შენობის ჭიშკართან იმყოფება ის და ითხოვს ისევ შესვლას. სარალიძე შეიჭრა დაახლოებით 9 საათის წინ პროკურატურის ეზოში და მოითხოვა მან შეხვედრა პროკურორებთან. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მას შეხვდნენ ეზოში და უთხრეს, რომ ჯერ თავდაპირველად ის უნდა გასულიყო შენობიდან და პროცედურების დაცვით უნდა მოხდარიყო მისი შემოშვა და ამაზე უკვე გაღიზიანდა სარალიძე, რის შედეგადაც დაიწყო დაპირისპირება. თავდაპირველად ხელი შეეხო ის ერთ-ერთ სამართალდამცველს, შემდეგ უკვე შემოვიდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლები და გამოიყვანეს ის ჭიშკრის გარეთ. Gaza, გამოდი, გაჩეს. მომეც ხელი. დაიში. მომაწოდ, დაიში. Gaza, გამოდი, გაჩეს. მომეც ხელი. დაიში. მომაწოდ, დაიში. ხალხო მოვლენები კი გენერალურ პროკურატურასთან ასე განვითარდა დილის 12 საათისთვის დაახლოებით სარალიძე მოვიდა უფლებადამცველებთან და ითხოვა გამომძიებლებთან შეხვედრა. რამდენიმე წუთში მან მიიღო პასუხი საგამოძიებო უწყებისგან, რომ შეხვედრა იმ საქმეებზე, რაზეც მას აინტერესებდა, გაიმართებოდა სამშაბათს და ყველა საქმის ზედამხედველი პროკურორი დაესწრებოდა ამ შეხვედრას. ამ პასუხით, როგორც გითხარით, დარჩა უკმაყოფილო სარალიძე და თავდაპირველად მან დღის ბოლომდე მისცა ვადა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ კი მან შეცვალა ეს პოზიცია და უკვე შეიჭრა პროკურატურის შენობის ეზოში.